ეს პიროვნება უბრალოდ რაღაცა სახელდაგვარს იბრალებს, რეალურად აღმოჩნდა თურქეთის მოქალაქე, ზუსტად სახელი და გვარი არ მახსოვს, ეხლა ამ პიროვნების თურქულ ენაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ კონკრეტულად დეტალური ბრიფინგი ჩაატარა იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია ამ ადამიანის ექსტრადირება თურქეთში და ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად გაშიფრა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თქვას, რომ საფრთხე მემუქრებაო, მაგრამ მე მაგაზე კომენტარი როგორ გავაკეთო, ხო? შეიძლება ტყუის ეს ადამიანი, შეიძლება არ სრულდეს, არ ვიცი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში, კანონის სრული დაცვით იმოქმედა და ბრიფინგიც მიუძღვნა ამ ყველაფერს. სამწუხაროდ ეს ინფორმაცია გავრცელდა მისი მეგობრების დახმარებით მიგრაციის დეპარტამენტმა არც ჩვენ, როგორც მის ადვოკატებს და არც მის საცოლეს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიაწოდა. დარახველიძემ ახსენა ისიც, რომ ჩვენ მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და უარი გვეთქვა დროებით ღონისძიებაზე, თუმცა მათთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი, რომ ჩვენ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიმართული ჰქონდა, მათთან კომუნიკაციაც ჰქონდა და ველოდებოდით გადაწყვეტილება, შესაბამისად ისინი არ დაელოდნენ ამ გადაწყვეტილებას, რაც აჩვენებს იმას, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანს რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ეტაპისთვის ჩვენთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ბატონი თემური ამ ეტაპისთვის გადაყავთ ქალაქ გორდუში, სადაც დაკავების ორდერი არის გამოცემული და მოხდება მისი გამოკითხვა. თურქეთში ჩაერთვებიან მისი ადვოკატები და სამომავლოდ გვეცოდინება ინფორმაცია, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი, თუმცა გამომდინარე არსებული მუხლისა, რომელსაც მასზე დაავებიან და ეს ითვალისწინებს 5-დან 10 წლამდე პატიმრობას, ჩვენი მოლოდინები და სამწუხარო რისკები არის ის, რომ მის მიმართ შეიძლება უფლებების დარღვევის მნიშვნელოვანი შედეგები დადგეს თურქეთის რესპუბლიკაში.